ხო, სულ ცოტა ხნის წინ დავტოვე. საკანი და ნამდვილად არასასიამოვნო არის ეს გამოცდილება, თუმცა ორდინალური ამ ტიპის რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ. რეალურად ჩემი დაკავება არ მომხდარა, მოხდა გატაცება. დიახ. ამ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირების ხრიდან, რომლებიც შემდგომ როგორც აღმოჩნდა, იყვნენ პოლიციელები. რეალურად ჩემთან მიმართებაში პრობლემა გახდა მაგ დღის საღამოს ნაწილი, როცა კალაზე ვერ შეძლო ღონისძიების ჩატარება, იმიტომ რომ მე დღის განმავლობაში აქტიურად ვაკეთებდი მოწოდებებს, რომ აი საპროტესტო კერა, რომელიც კვირების განმავლობაში ქონდა რუსთაველის გამზირზე, შეგვენარჩუნებინა იმ საღამოსაც და დაგვეკავებინა რუსთაველის გამზირი, როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე სოციალურ ქსელებით და ადგილზეც ამოწოდებას ვაკეთებდი, რომ 4-5 საათი, დღის 4-5 საათიდან, რაც შეიძლება მეტნი შევკრებილიყავით და დაგვეკავებინა ფიზიკურად რუსთაველის გამზირი და ცოტა ხნით ადრე, 1 საათით ადრე დამირეკა გამოძიებელმა და მითხრა, რომ 5 საათზე მივსულიყავი განყოფილებაში, რა თქმა უნდა, ვისარგებლე ჩემი უფლებით და ჩემმა ადვოკატმა განუცხადა, რომ მომდევნო დღეებში მაგისტრატ მოსამართლესთან წარსდგებოდი და იქ შეეძლოთ ჩემი გამოკითხვა. მიზანი იყო, რომ 5 საათზე იმ დღეს, როცა დაანონსებული ჰქონდა რუსთაველზე შეკრება, იმ ადგილს გავრიდებოდი. რაღაცა არ ვიცი რა დავარქვა, გაღიზიანდნენ თუ რაღაც და საღამოს როცა უკვე ვგუნდებოდი სახლში აქციიდან, ქუჩაში დამხვდნენ ეს ნიღბიანი სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები და გამიტაცეს ფაქტობრივად. იყო თუ არა ფიზიკური ანგარიშწორება ან მორალური ზეწოლა თქვენზე, ნიკო? იმიტომ რომ აი ყველა დაკავებული მე ვატოც მერთვებოდა ამას წინათ ზუსტად 2 დღის წინ გამოუშვეს ბჟალავა და ისიც ყვებოდა რომ 1-2ჯერო ჩემზეც იყო ასეთი 1-2ჯერ შემომარტყესო თვითონ ასე თქვა, მაგრამ აი თქვენთან დამოკიდებულება როგორი იყო? ქონდა სადამსჯელო აქტის სახე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა მიზანი მათ შორის რაც იყო, გარდა იმისა, რომ რაღაცა ეს სადამსჯელო აქტი განეხორციელებინა და ალბათ ჯავრი იყარეს იმაზე, რომ იმ დღეს ღონისძიება ვერ ჩაატარეს რუსთაველზე და ამ ფორმით იყარეს ჯავრი ჩემზე, როგორც ასახელებდნენ, ვიყავი ამ დღეს ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორი აქციის, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდნენ და აგრესიას იჩენდნენ, მათ შორის ვერბალურადაც, თუმცა არა ფიზიკურად და ერთ-ერთი მიზანი რაც იყო შემდგომში განყოფილებაში როცა გადამიყვანეს, მომახსნევინეს ბლოკი, პირველ ჯერზე როცა ცდილობა ჰქონდათ რომ აი ბლოკ მოხსნილი ტელეფონი გამოიტაცებინათ ხელიდან მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა, მეორე ჯერზე როცა ასევე გამახსნევინეს და კონკრეტულ რაღაც ინფორმაციას თხოვდნენ, უკვე მოახერხეს რომ ხელიდან აეცალათ, მოკლედ ეს ჩემი ტელეფონი გაიტანეს ეგრევე ოთახიდან, რა თქმა უნდა ეს გავაპროტესტე, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი იმ დროს რა ტიპის ჩემს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა შეეძლოთ მათ. წვდომა უკანონოდ აბსოლუტურად ესეც იყო ერთ-ერთი მიზანი სავარაუდოდ ამ დაკავების, რომ ჩემი ტელეფონი აი ესე გახსნილ პაროლმოხსნილ მდგომარეობაში ჩაიგდოთ ხელს და შემდგომ ჩემს პერსონალურ ინფორმაციაზე უკანონო წვდომა მოეხერხებინათ. ნიკო, რას აპირებთ? ხა აღარ გეკითხებით იქ გატარებული ეს 4 დღე როგორი იყო თქო, გასაგებია რომ მართლაც თქვენც აღნიშნეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ სასიამოვნო არ არის ცხადია საპყრობილეში ყოფნა, მაგრამ რას აპირებთ? იმოქმედა თუ არა თქვენზე აი ამ გატაცებამ, ამ სადამსჯელო ღონისძიებამ, რომელიც გაატარა ქართულმა ოცნებამ, ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ. რას აპირებთ თქვენ მომავალში? რა თქმა უნდა, კიდევ უფრო პირიქით და ეს ბრაზი კიდევ უფრო მძაფრდება ხო ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ესა მოიცავს უკანონო დაკავების ეპიზოდსაც, შემდგომ დაყოფილებას, შემდგომ მასკარადად ქცეულ სასამართლოს, სადაც უბრალოდ სამართლიანობის გარდა ყველაფერი
ხდება და აბსოლუტურად მართლა სპექტაკლი არის. აი ეს ერთობლივობა საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გარწმუნებს საკუთარ სიმართლეში, საკუთარი ბრძოლის სამართლიანობაში, სიცხადეს სენს ეს შენი ბრძოლის სულისკვეთებას და პირიქით мотиваციას აგენერირებს და გმატებს იმისა, რომ იბრძოლო და წერტილი დაუსვა ამ ბოროტებას, რასაც ვხედავთ ივანიშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული, ანტიევროპული რეჟიმის სახით და რა თქმა უნდა, ამან კიდევ უფრო ამ ფაქტმაც კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი мотиваცია, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო, რომ აი კატასტროფას, რაც ტრიალებს ამ ქვეყანაში, დავუსვათ ყველამ ერთად წერტილი.